გაუშვათ თქვენ ცხოვრებიდან ეს ადამიანი თუ ღირს კიდევ მისი დალოდება და რამეს შეცვლით თქვენთან დაკავშირებით. ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ, აქ რა თქმა უნდა, მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობები გულისხმობ და ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ, რას ფიქრობთ და რა იქნება თქვენ შორის. ბალანსისთვის არ დაგავწევთ ვიდეოს და ლაიქება და ენერგობალანსიც ასევე კომენტარებში თქვენი თუნდაც ცილდენი სიყვარულის გასიარება. ნახოთ ეხლა რა ხდება თქვენსა და თქვენს ჩაფიქრებულს შორის. აბა ვნახოთ თქვენ ჩაფიქრებულს რა უნდა, რას გრძნობს თქვენს მიმართ. თქვენ რას გრძნობთ მის მიმართ. ახლანდელ ენერგიებში ვიტყოდი, რომ მონატრებებია ძალიან ბევრი რაღაც წარსულის ენერგიები, ტრიალებს ძალიან დიდი დოზით. შესაძლებელია აქ იყო თავის დროზე სასიამოვნო და დადებითი ემოციები, მაგრამ ეხლა ვხედავ, რომ ბევრი რამის გადატანა მოგიწიათ ამ ურთიერთობაში, შეიძლება ძალიან ბევრი სირთულე გადალახეთ, ძალიან ბევრჯერ გაგიტყდათ თავი, გადატანითი მნიშვნელობით, შეიძლება ზოგს მედია პირდაპირ მნიშვნელობითაც არ დაგემართათ ეს, ძალიან ესეთი ბევრი ტრავმა და ბევრი პრობლემა და უამრავი ბრძოლა მოგიწიათ ამ ურთიერთობაში. აქ ძალიან დიდი ალბათობა რომ იყოს მესამე პირი ურთიერთობაში. ან შეიძლება იყოს ოჯახი, მაგრამ ეს ოჯახი იყოს უფრო ფორმალური ხასიათის და არ იყოს რეალურად ნამდვილი სიყვარული და წრფელი სიყვარული ამ ოჯახში. აქ ოჯახური სიტუაცია რომელიღაც მხარეს მხრიდან ნამდვილად ჩანს, მაგრამ აქ არის რაც გითხარით, რეალური ოჯახური სიტუაციები არ არის. აქ უფრო ხალხის დასანახად რო ურთიერთობებია და ვითომ რო ერთად ვართ და ვითომ რაღაც მოდის ხვებმა არაფერი გაიგონ და საჭორავ არავის მივცეთოთ დაახლოებით ეს ენერგია ტრიალებს. საკმაოდ დაძაბული, გადაღლილი, დაჭიმული ენერგიებია. თვითონ თქვენ პარტნიორს რაც შეეხება ვიტყოდი, რომ ძალიან არეულია, ძალიან დაბნეულია, აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, საერთოდ რა უნდა არ იცის, შეიძლება აქ მიჯაჭვულობა, იქ ემოციური არასტაბილურობა საერთო ჯამში, ტყუილები, ფარულობები, ილუზიები, ცრუდაპირებები, თვითონაც რატო იტყუება არ ესმის, შეიძლება აქ ზოგიერთ ალკოჰოლ დამოკიდებულებაც გააჩნდეს, ან რაღაც მავნეჩვევებისკენ მიდრეკილება, ან ძალიან შინაგანად მძიმე მდგომარეობაშია და აქ კიდევ რასაც ხედავ, თქვენს პარტნიორზე გავლენას ახდენს ირგვლივ ყოფი საზოგადოება, ან ოჯახის წევრები, ან ადამიანები, ვიღაცები ზეგავლენის ქვეშ აქცევენ ამ პიროვნებას, ან შეიძლება თავადაც არის დაოჯახებული. ეხლა რაც შეგეხებათ თქვენ, თქვენზე რა ვთქვა, ეხლა შეიძლება ბევრი გაწყენინათ, შეიძლება ბევრი გადკინათ, მაგრამ ემოციებს და ემოციურ კავშირს მაინც ხედავ, რომ არის ამ ურთიერთობაში, აქ არის ემოციური მიჯაჭვულობა, შესაძლებელია არაჯანსაღი სიტუაცია, მომენტში შეიძლება ძალიან გაბრაზებული ხართ, გაღიზიანებული ხართ, ფეთქებადი ხართ, იმპულსური ხართ, ვერ თოკავთ შეიძლება თქვენს გრძნობებს, თქვენს ემოციებს, მაგრამ თქვენ გრძნობები მისგანაც მოდის. განა არ მოდის თქვენი პარტნიორისგანაც, მაგრამ მისი ემოციები არის ძალიანად არეული, ძალიანად ქაოსური და თქვენც მერე ირევით მასზე ხართ, აირეკლავთ პირდაპირ მის ქცევებს და მის მოპყრობას. თუ კარგად გექცევათ, ბედნიერი ხართ, თუ ცუდად გექცევათ, რავი, შეიძლება ძალიან ტრაგიკულ განწყობებზე იყო და ძალიან დეპრესიაში იყოთ. ეხლა ნახოთ რამე შეიცვლება ამ ურთიერთობაში, ახლო მოავალში რამე გამოსწორდება. როგორ განვითარდება, აი კარტები ხტუნაობს. ვიცოდეთ, კარგად ავჩეხო და გავიგოთ, აბა რა განვითარება ექნება ახლო მოავალში თქვენ ურთიერთობას ორი თვის ვადაზე. პირდაპირ გეტყვით, რომ ურთიერთობაში ძალიან ბევრი ტყუილი, მანიპულაციები, ინტრიგები, შეიძლება ზოგთან ჭორებიც იყოს, ჩარევებიც იყოს, ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, ეხლა განვითარებაზე მაქვს საუბარი. კი ჩანს წარსულის ნოსტალგიები, შესაძლებელია აქ იყოს რაღაც გარკვეული სახის ემოციური კავშირი, გამოჩენა, მაგალითად კონტაქტზე გამოსვლა, მაგრამ
პრობლემა არის ის, რომ ადამიანი და ურთიერთობა არის ძალიან ბავშვური თვითონ პიროვნება და პასუხისმგებლობებს ვერ იღებს, აქ სულ ეჭვებია, სულ დაწაგულობა, სულ სტრესული ფონი. ერთ და იგივე სიტუაციები მეორდება. არ ვიცი, ხა თქვენი გადასაწყვეტია, ალბათ გიღირთ ესეთ სიტუაციაში ყოფნა, შეიძლება ზოგიერთს არც გიღირთ, მაგრამ უბრალოდ ვერ გამოდიხართ ახლა აქ არ დავიწყებ მის წაკითხვას, რომ აი უნდა გამოხვიდე და აი ესე არ უნდა იყოთ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ახლა და ყველამ კარგად ვიცით, რომ შეიძლება თქვენც ობიექტურად იცით, რომ არ არის ეს თქვენი ღირს თქვენი სიყვარულის, მაგრამ რაღაცეები არის მიჯაჭულობები და ემოციური კავშირი, რომელსაც ვერ წყვეტთ. სამწუხაროდ, ეს თქვენი დასამუშავებელი და ეს თქვენი გასავლელი გაკვეთილია. მე ვიტყოდი პირდაპირ გაგებთ წრეზე ტრიალებს ურთიერთობა და აქ ჯერჯერობით აი თუ ვითარდება და თუ წინ მიდის ძალიან მცირე დოზით, აი ჭიანჭველას თუ კუს ნაბიჯებით რო ვითარდება ურთიერთობა, ეს მოცემულობა გაქვთ. გისურვებთ გამხნევებას, სულიერ სიმტკიცეს, ჰარმონიულ სიყვარულს და ბედნიერ პირად ცხოვრებას, მიუხედავად ყველაფრისა, ფარხმალი არ დატაროთ, ჩემო კარგებო. პირად კონსულტაცია ჩასაწერად შეგიძლიათ WhatsApp-ზე, Viber-ზე მომწეროთ, ან Facebook მაყურებელმა Facebook-ის გვერდზე შეტყობინების ოლში.